ყოველ წელიწადს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ პლანტაციაში მოხდეს ნერგების განახლება. ამას ქვია ნაწილობრივი ჩანაცვლება. ეხლა რა ვშვებით, ნერგების დაფესიონება, რა თქმა უნდა, თქვენ თვითონ უნდა გააკეთოთ, ან სერტიფიცირებული კარგი ნერგები შეიძინოთ და მაგალითად ჩვენს მიერ დაფესიონებული ნერგები, რომელსაც მხოლოდ წელს ჩვენთვის ვიყენებთ. ეს არის ნერგები დაახურულ ფესვთა სისტემით. შეხედეთ, როგორი განვითარებულია. ესე იგი ფესვთა სისტემა და ეს უკვე ნაყოფში გადასული ბუტონი, რომელიც არის ყვავილი, აუცილებლად ვაშორებთ, იმიტომ რომ უნდა დავრგოთ საბოლოო დარგვის ადგილზე. ესე იგი, სადაც არის ნერგები, რომლებიც გაფუჭდა, გახმა, რომელიც არის ჩვეულებრივი მოვლენა, დაახლოებით 7-დან 15%-მდე არის ყოველწლიური დანაკარგები საშუალო პლანტაციებში. ვიღებთ აუცილებლად ერთი ხელის მოსვლაზე, ესე რომ ვთქვათ, უნდა მოვიღოთ და კიდევ ერთი შენიშვნა, გრძელი ფესვით არ გაუშვოთ, იმიტომ რომ თუ ესე ჩავდებთ, მოიკეცება უბრალოდ ნერგები და ნერგილ პობას დაიწყებს და არა განვითარებას, ამიტომ რომ ასე რომ ვაშორებთ ამ ყველაფერს, უშვებთ ირგვლივ, კარგად უნდა დაიფლას ისე რომ ეს ყელი ქვევით არ დარჩეს, იმიტომ რომ დალპობა არ დაიწყოს შიგნით. საბოლოო ჯამში ესე კარგად დავკეპნით და შემდგომ აუცილებელი არის რომ წყალი მიეცეს იმისათვის რომ მოცოცხლება დაიწყოს საბოლოო დარგვის ადგილზე ნერგმა.